ეს მოხდა იმ მომენტში, რომელსაც ყველა ველოდით, ბენ შაპიროს შედევრი, ნამდვილად ძეთიდან მოვლენილი მონოლოგი, რომელიც ახლა უკვე გამოვიდა. სადაც ის მთლიანად ანადგურებს ყველა იმ სასარგებლო იდიოტს, ვინც ცდილობდა მისი და Daily Wire-ის რეპუტაციის განადგურებას. გულისხმობ, ეს იყო მისი საუკეთესო გამოსვლა მთელი დროის განმავლობაში ვიცინოდი, რა თქმა უნდა, ვინ არ იცინებდა. ბენი უნდა გიყვარდეს და ეს უნდა დაუფასო. ის იმსახურებს თითოეულ წამს და აღწე, როგორც კონსერვატიული მოძრაობის მეფე. წავედით. სიახლეებისთვის. და ზოგჯერ ჩვენ მოგესალმებით ყველას. იცით, ზოგჯერ აქ ბენ შაპიროს შოუში ჩვენ ვაშუქებთ სიახლეებს. ზოგჯერ ჩვენ თვითონ ხვდებით სიახლე აქ Daily Wire-ში. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში Daily Wire შეიძლება შეგიმჩნევიათ. უამრავი დამაზიანებელი სტატიის სამიზნე გახდა. მოკლედ, ასეთი სტატიების მთელი ცხება. ერთი იყო Washington Post-დან და ერთი იყო პაკიდან. და ბოლოს იყო განსაკუთრებით აბსურდული სტატია New York Magazine-ის დამორჩეული ჟურნალისტებისგან, რომელმაც პირდაპირ გადმოაკოპირეს თავიანთი კრიტიკული სტატია Washington Post-დან. რაბევი ჟურნალისტობა, მაღალი დონის ჟურნალისტობა. ხესდილით New York Magazine-ის ეს სტატია ინტერნეტს ანთებს X-საც. New York Magazine ამტკიცებს, რომ იქო დრო, როცა ბენ შაპიროს შეეძლო თავი ყველა კონსერვატიული მედიის მეფედ ეწოდებინა. მე ის დრო არ მახსოვს, მაგრამ კარგად ჟღერს. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. Daily Wire მნიშვნელოვან შემცირებებს ატარებს. ეს ისეთი დაუნდობელია. პირდაპირ ტელში რო წვავიან იმის ნაცვლად, რომ თქვენ არა, ნუ მიღებთ სურათებს მეშინია. ის კი ამბობს, ხო, თქვენ საშინელი ჟურნალისტები ხართ. მოდით გაჩვენებთ, რამდენად ცუდები ხართ. გინდათ კონსერვატიული ჟურნალისტიკის მეფესთან დაპირისპირდეთ? ოხ, მერთო, ეხლა ნამდვილად გავიჭირდებათ. New York-ის ჟურნალის მიხედვით, კონსერვატიზმის მომავალი აღარ არის ტრადიციული კონსერვატიზმი. იცით, როგორიცაა თავისუფალი ბაზარი, კანონის წინაშე თანასწორობა, შეკავებისა და დაწონასწორობის სისტემა, ტრადიციული ღირსებები. ეს დასრულებულია. New York-ის ჟურნალის მიხედვით, მომავალია Nick Fuentes-ი, დადასტურებული ნაცისტი და ქალთმოძულე. ადამიანი, რომელიც ბუნებრივ ძით ვერასდროს გაანაყოფიერებს ქალს. Tucker Carlson-ი, დადასტურებული ანტიკაპიტალისტი და მუსლიმთა გამამართლებელი და დემონის ნაკაცრების მსხვერპლი. ანიქნებ Candace Owens-ი, დადასტურებული ქრივების ცილისმწამებელი და ფრანგული სათესლეების მცოდნე. ანიქნებ Megyn Kelly. ფრანგული სათესლეების მცოდნე, ფრანგული სათესლეების Conor Friggins-აური. გულისხმობ, ჩემო ძვირფასებო, გინდოდათ ეს, გინდოდათ იდეალური ანალოგია იმისა, რისი გაკეთებაც Candace Owens-ის twins შეუძლია, აი ეს არის პირდაპირ თქვენთვის ბენ შაპიროს მიერ ნაჩვენები. დააკლიკეთ Horn Graham აგრეპერზე იქ. New York Magazine წერს, ციტატა. Daily Wire-ის დაშლა შეიძლება ჩაითვალოს როგორც სერიოზული გაფრთხილება ტრადიციული რესპუბლიკელებისთვის. შაპიროს კონსერვატიზმს 2026 წელს ორი რეალობა აქვს. მას მნიშვნელოვანი პოზიციები აქვს რესპუბლიკელ ელიტებში, მაგრამ სწრაფად უარყოფენ პარტიების მომავალი რიგითი წევრები. პირველ რიგში ეს უბრალოდ არასწორია. დამოკითხვის მონაცემებით, ის პოზიციები, რასაც ჩვენ გადაცემაში ვიღებთ, ასახავს რესპუბლიკელების ფართო უმრავლესობის აზრს. ეს არის რეალობა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ყველაფერს პირდაპირ უნდა მივუდგეთ. ეს სიმართლეა. Daily Wire-მა წლამდე ჩვენი თანამშრომლების დაახლოებით 13% გაათავისუფლა. 13% კარგი. ეს არ არის უზომოდ დიდი რიცხვი. ბევრი ადამიანია სამწუხაროდ ბევრი, მაგრამ არა 50%. და ეს მართლა ცუდი იყო. ეს ნამდვილად სამწუხარო იყო, მაგრამ ყველა ეს ადამიანი შესანიშნავია. და ყოველთვის როცა ბიზნესში ხარ, როცა თანამშრომლებს ამცირებ, ეს ძალიან ცუდია. რთულია. ცუდია მათთვისაც და ჩვენთვისაც. და მე პირადად ვცდილობ, რაც შეიძლება ბევრ მათგანს ვიპოვო სხვა სამუშაო ადგილები. მაგრამ ყველა, ვისაც ჩვენ დაუშვით, იმსახურებს სხვადან დასაქმებას. ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან. მაგრამ ჩვენი კრიტიკოსებისთვის ეს ყველაფერი დიდი ზეიმის მიზეზი გახდა. იცით, საცობის გახეთქვის სიხარული, ან Nick Fuentes-ის შემთხვევაში გამარჯვების აღნიშვნა კადბოებთან და ლუბრიკანტთან ერთად. მოისმინეთ, ჩვენთვის პატივია ესეთი ყურადღება. ბუ! გულისხმობ, ისინი მართლა ყველაფერს აკეთებენ Nick Fuentes-ის გეი თემაზე, იცით, გეი. შედავთ, საქმე ასეთია. ხალხი ასეთ ისტორიებს მხოლოდ ამერიკის დიდ ინსტიტუტებზე წერს, ხომ ასეა? მაგალითად, Amazon-ი ათავისუფლებს ხალხს, ეს დიდი ამბავია. ან Washington Post-ი ათავისუფლებს ხალხს და ესეც დიდი ამბავია. და მადლობა ღმერთს, ჩვენ ვართ ამერიკის დიდი ინსტიტუტი. Podtrack-ის მიხედვით, ჩვენი პოდკასტის აუდიტორია თვეში 41 მილიონ ადამიანს აღწევს. გლობალურად მე-6 ადგილზე ვართ. სულ 11 შოუ გვაქვს. Paramount-ი, იგივე ცხრილიდან რომ ავიღოთ მაგალითი, გლობალურად მე-4 ადგილზეა. მათ 145 შოუ აქვთ. ასე რომ ერთ სულზე გათვლით, ჩვენ ძალიან კარგად მუშაობთ. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ორი ყველაზე წარმატებული კონსერვატიული დოკუმენტური ფილმის შექმნაზე ისტორიაში. Matt Walsh-ის ვარ თუ არა რასისტი და რა არის ქალი. ზუსტად ამ კვირაში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ციტირებდა ჩვენს რეპორტაჟს თაღლითობის გამოძიებებში, ხოლო ჩვენი თეთრი სახლის კორესპონდენტი მერი მარგარეტ ოლიჰანი პრესრუმში კითხვებს სვონს.
ხედავთ აი რა არის. არ არსებობს ეროვნული მედიის გაშუქება. თუ Candace Owens-ის სამყარო პროდიუსერი და მისი მენეჯერი გადადგებიან, ან თუ Megyn Kelly-ის YouTube-ის ანგარიში, ხოლო თუ რა 10,000-ობით გამომწერი აკლდება, ან თუ Tucker Carlson-ის ტრაფიკი არაპროპორციულად პაკისტანიდან მოდის, ჩვენ ყველას ყავს ჩვენი გულში მათგივარი. სხვათა შორის ეს ყველაფერი რეალურად ხდება, მაგრამ არავის დიდად არ აინტერესებს. რადგან კი ამ ადამიანებს მნიშვნელოვანი აუდიტორია ჰყავთ, მაგრამ მათ არ აქვთ რეალური ინსტიტუციური გავლენა. ისინი ინსტიტუციები არ არიან. ეს კი Daily Wire-ს არ ვრცელდება. მიყვარს ეს აზრი, იცი? ძალიან მომწონს ეს აზრი. იმიტომ რომ ის რასაც აქ აკეთებს არის ის რომ ამ სულელურ რაღაცას არ ახვა, როცა ხალხი ამბობს რომ უნდა დაიცვან თავი, რაც არ უნდა იყოს. ის ამბობს რომ ფაქტი რომ თქვენ ჩემზე ლაპარაკობთ, თავისთავად აჩვენებს რომ თქვენ ცდებით. გულისხმობ რომ ჩემზე არ ილაპარაკებდით, რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყავით და რომ კარგ რაღაცებს არ ვაკეთებდეთ. ხო, ანუ დიახ, გულისხმობ, ისინი ლაპარაკობენ Amazon-ზე და ლაპარაკობენ Daily Wire-ზე ისე რომ არც კი გეუბნებიან რომ მან ეს უკვე გითხრათ. ვაი, რა მაგრები არიან, რა? მოდი ვუყუროთ კიდევ, მაგრამ ჯერ მოკლე სიტყვა ჩვენი სპონსორებისგან. ალბათ უკვე ნახეთ სათაურების საკრუიზო გემზე გავრცელებულ ეპიდემიაზე, ჯერჯერობით 3 გარდაცვლილი, რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა და ახლა ამერიკელ მოგზაურებს აკურდებიან ჰანტავირუსთან კონტაქტის შემდეგ, რომელიც ერთადერთი შტამია, რაც ადამიანიდან ადამიანზე გადადის. პანდემიამ მნიშვნელოვანი რამ გვასწავლა. როცა ახალი ვირუსი ჩნდება, ჯანდაცვის სისტემა სწრაფად იტვირთება. აფთიაქებში წამლები იწურება, რეცეპტები იგვიანებს ან უარყოფენ და კლინიკები გადატვირთულია. ამიტომ გირჩევთ, რომ ჯანმრთელობის კომპანიის გიის გადამდები დაავადებების საგანგებო ნაკრები უკვე სახლში გქონდეთ, სანამ დაგჭირდებათ. შეუკვეთეთ ონლაინახლავე. ის შეიცავს ექიმის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს და ასევე ნებულაიზერს სასუნთქის სიმპტომებისთვის. იმედია არასდროს დაგჭირდებათ. ამიტომ როცა შემდეგი აფეთქება მოხდება, აღარ მოგიწევთ პანიკაში ძებნა, რადგან უკვე გექნებათ აუცილებელი მედიკამენტები და სასუნთქი მოწყობილობები მზად, რომ დაუყოვნებლივ გამოიყენოთ. შერით twc.health/mira-k-ზე და გამოიყენეთ კოდი MIRA-K, რათა დაზოგოთ $3 და მიიღოთ უფასო მიწოდება. გაითვალისწინეთ, რომ კომპლექტები ხელმისაწვდომია მხოლოდ ASHS-ის მცხოვრებლებისთვის. ძალიან მომწონს, იყავით უსაფრთხოდ მეგობრებო, ყველაფრისგან დაიცავით თავი, მაგრამ იცით რა, შაპირო ძალიან მიყვარს. გეუბნებით, ეს კაცი ყველა დროის საუკეთესოა, ნამდვილი ძველი სკოლის ფიგურაა. ის ბწყივალეა, ის უბრალოდ ფანტასტიკურია. კარგი, მზად ხართ კიდევ ცოტათი, იმიტომ რომ რატომ არ გავერთოთ No Wild-ის ბოლომდე. წავედით. ჩვენ უკვე იმდენად დიდები ვართ, რომ ხალხს აინტერესებს, როცა შეცდომას უშვებთ. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერ ბიზნესს, ჩვენს გვაქვს ახმალობები და ჩავარდნები, მაგრამ როგორც მართვენმა თქვა, ჩვენი სიკვდილის ამბები ძალიან გადაჭარბებულია. მაგრამ აი რა არის? აქ კიდევ რაღაც ხდება, რაღაც ძალიან ნათელი ხდება. მედიის მარცხენა ფრთა და ეგრეთ წოდებული გაღვიძებული მარჯვენა, ანუ Candace, Fuentes, Tucker და Megyn, ყველა ერთად, ახალი მარცხენა ფრთა, ისინი ცდილობენ ტრადიციული კონსერვატიზმის განადგურებას. ეს არის მთელი არსი აქ. ხედავთ, Daily Wire, ყველაზე დიდი ტრადიციული კონსერვატიული მედია კომპანიაა ციფრულ სივრცეში. ბევრად უფრო დიდი სქორთან შედარებით. ჩვენ რამდენჯერმე აღემატებით ამ დანარჩენებს. ჩვენს პლატფორმაზე გვაქვს უამრავი საუბარი, ჩვენ სხვადასხვა წამოყვანებს შორის თემებზე, რომლებიც მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს, ახლო აღმოსავლეთს, კათოლიციზმს, იუდაიზმს და სხვა ყველაფერს. აქ Daily Wire-ში ბევრი მნიშვნელოვანი უთანხმოებაა, მაგრამ საბოლოოდ Daily Wire-ში ის, რასაც ჩვენ ვიცავთ, საკმაოდ მარტივია. სიმართლე, სათნოება და თავისუფლება. სწორედ ამის განადგურებას სურთ ახალ მემარცხენეებს, ანუ ძველ მემარცხენეებს და ეგვიწოდულე ნალისებურ მემარჯვენეებს. ამიტომაც მოდის თავდასხმები ასე სწრაფად და მძაფრად უკვე რამდენიმე კვირაა. ისინი ტრადიციული კონსერვატიზმის განადგურებას ცდილობენ. ეს არის მათი ცხოვრების მიზანი. ისინი ამის განადგურებას რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით ცდილობენ. მემარცხენეები ერთი მიზეზით, ეგრეთ წოდებული დაღვიძებული მემარჯვენეები კი სხვა მიზეზით. ჩვენს თითქოს და სისუსტეზე საუბრისას, Nick Fuentes-დან Tucker-მდე, Candace Owens-დან New York-ის ჟურნალამდე, Washington Post-დან Megyn Kelly-მდე, ადამიანები საუბრობენ. ისინი ხედავენ შესაძლებლობას, რომ ტრადიციული კონსერვატიზმი ჩაანაცვლონ შეთქმულებებითა და წყენებით სავსე. ან მეგანის შემთხვევაში უბრალოდ სწრაფად დააგროვოს ნახვები და ფული. ეს მომგებიანი აფერაა. ეს ამერიკისთვის საშიში აფერაა. რატომ ხდება ეს? რა თქმა უნდა, მედიაში მემარცხენეებისთვის ეს გასაგებია. ჩვენ ეს ვიცით. მედიაში მემარცხენეებისთვის ეს გასაგებია. ისინი ყოველთვის სიამოვნებით ატრიალებენ ამ აფერას. რადგან უყვართ მემარჯვენეები, რომლებიც გიჟურად იქცევიან. ისინი არ სურთ მემარჯვენეები, რომლებიც ნორმალურ შეხედულებებს იზიანებენ. მათ სურთ მემარჯვენეები, რომლებიც გიჟები არიან. სხვათა შორის შეამჩნიეთ, როგორ უწოდებს მათ ახალ მემარცხენეებს, ხომ ასეა? ის აღარც კი ამბობს განღვიძებულ მემარჯვენეებს, უბრალოდ ამბობს: "ნანა, ძმაო, თითქოს ეს უკვე დასრულდა. თითქოს ისინი მხოლოდ მემარჯვენეებად ასახებდნენ თავს, მაგრამ რეალურად მხოლოდ მემარცხენე იდეებს ემხრობიან. მარცხენა. ეს უბრალოდ ჩვენი მემარცხენეობის ახალი ვერსიაა." და ცოტა უცნაურია, მაგრამ ისინი უბრალოდ ჩვენს განადგურებას ცდილობდნენ. მაგრამ ესა ყველაფერი მეგობრებო, უბრალოდ დაიხიეთ უკან. ნუ იდარდებთ ამაზე, ნუ იფიქრებთ ამაზაზე. ეს უბრალოდ მემარცხენეობის კიდევ ერთი ვერსიაა. დროა ყველამ თავიდან გადაეწყოს, რადგან მარჯვენა ჯერ კიდევ ფიქრობს.
რადგან ყველაზე მარტივი გზა რომ ალექსანდრია ოკასიო-კორტესი პრეზიდენტი გახდეს 2028 წლის არჩევნებში, არის ის რომ ის გიჟი ქალი დაუპირისპირდეს. კონსერვატიული მოძრაობა, რომელიც ბრიჯიტ მაკრონის სათესლე ჯურკვლებზე ან მეინის ტყეებში დემონების თავდასხმაზეა კონცენტრირებული. ან რატომ არიან ებრაელები პასუხისმგებელი თქვენს განუკურნებელ ღძილების ანთებაზე, საშინელ სხეულის სუნზე და იმაზე რომ პაემანს ვერ იშოვით. ახლა რაც შეეხება woke მემარჯვენეებს, ანუ ახალ მემარცხენეებს, ესენი იქნებიან ფუენტესი, ტაკერი, კენდისი და მისთანები. ისინი აღფრთოვანებულები არიან ამ ყველაფრით, როგორც ბიზნესური, ასევე პოლიტიკური მიზეზების გამო. პირველი, ისინი კონკურენტები არიან. მეორე, მათ სურთ ტრადიციული კონსერვატიზმის დანგრევა. მათი მთელი მიზანი ტრადიციული კონსერვატიული აუდიტორიის გადაბირებაა. ყველა არსებული მაჩვენებლით, ამ ქვეყანაში ტრადიციული კონსერვატორებისა და რაციონალური ადამიანების რაოდენობა ბევრად აღემატება გიჟებისას. მაგრამ მათი მიზანია კონსერვატიული მოძრაობის გამოფიტვა და შემდეგ ის საკუთარი დამახინჯებული პოლიტიკის ნიღბად აქციონ. ესაა მთელი აზრი. ამიტომაც ბევრ მათგანს ახლა დემოკრატებად გამოხავს თავი. ეს ერთიანობა ამთავარი. სწორედ ამიტომ Russia Today არის კრემლის ოფიციალური მედია. მას მართავს რუსეთის მთავრობა და დღეს ნიკ ფუენტესის ტრიუმფალიზმს აზიარებს. ფუენტესმა Twitter-ზე დაწერა: "მე გავიმარჯვე." მას შემდეგ რაც ის New York მაგაზინის სტატია გამოვიდა და ფუენტესმა მართლაც გაიმარჯვა. არ ვიცი, სარდაფში ცხოვრება და 8 საათი დღეში სტრიმინგი. თანყად ბორძე მასტურბაცია. ესეც გამარჯვების ფორმაა. თქვი, კარგი. რას გინდა, როგორც გინდა, ძმაო. შეიძლება Russia Today-სა და Fuentes-ის შეკრებას online Molotov-Ribbentrop-ის ფაქტი ვუწოდოთ. ამიტომაც რომ Washington Post-საც უხარია ინტერნეტის კვირილ აქარის, Candace Owens-ის ციტირება, რომ ახსნას რატომ აქვს Fox Daily Wire-ს მაჩვენებლები შანცირებული. კიდევ ერთხელ, ეს ალიანსი მემარცხენეებსა და გაღვიძებულ მემარჯვენეებს შორის სრულიად რეალურია და აქტიურად მუშაობს. ამიტომ იკრიბებიან ერთად რომ ისტორიები შეთხსენ. ამიტომ იმეორებენ ერთსა და იმავე მესიჯებს. ეხლა Candace Owens-ი ამბობს, რომ Daily Wire-ს მაჩვენებლები შანცირებულია, რადგან ხალხი დიახ, სწორედ ამიტომ ხდება ასე. ვფიქრობ, დროა ყველამ ეს გავიაზროთ და პანიკიდან გამოვიდეთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ხომ ასეა? აი ეს ხდება ახლა. ისენი უნდათ გაანადგურონ მემარჯვენეები. ეხლა რატო უნდათ მემარჯვენეების განადგურება? იმიტომ რომ მემარცხენეები ფსიქოზორები არიან, მაგრამ რა ხდება მათთან? იმიტომ რომ მათ ახალი მტერი სჭირდებათ, ახალი სკანდალი სჭირდებათ. მათ სჭირდებათ რომ მათი მაჩვენებლები მაღალი იყოს. სჭირდებათ რომ მათი კლიკბეითი არ დაეცეს. სჭირდებათ რომ იგრძნონ რაღაცაც. სჭირდებათ რომ თავიანთი ნარცისიზმი გააზარდონ და მიხვდნენ რომ მემარჯვენეებმა მოიგეს. და ყველა მიცის რომ რევოლუციისთვის ყველაზე ცუდი რამ არის ის, რომ რევოლუცია წარმატებით დასრულდეს, რადგან მერე რა ხდება? კიდევ ერთი რევოლუცია გჭირდება. და როცა ამ ხალხმა გაიმარჯვა და მიხვდნენ რომ კარგი ტრამპი ხელისუფლებაშია თქვეს, ახლა ახალი მტერი გჭირდება. ვინ უნდა იყოს ეს? კარგი, მოდი გავარკვიოთ. მოდით პირდაპირ გავხსნათ წიგნი და ვნახოთ ვინ არის მსოფლიოში ყველაზე ძველი მტერი და მათ გაარკვიეს ეს, აირჩიეს და მთელი ყურადღება მასზე გადაიტანეს. და ეს ცოტა უხერხულია. რა არის ყველაზე საკამათო რამ, რითაც შეგვიძლია ჩვენი აუდიტორია გავაბრაზოთ? არ ვიცი, ვილაპარაკოთ იმაზე, რასაც ყველას სულს, მაგალითად ისლამზე. ან სოციალიზმზე გადავიდეთ, თვითონ ეს შესანიშნავია. ან ყველას აბსოლუტურად აურიოთ გონება. ასე რომ ყველა მათზე ლაპარაკობს, ეს პირდაპირ ასეა. რევოლუციისთვის ყველაზე ცუდი რამ არის ის, რომ რევოლუციამ წარმატებას მიაღწიოს. ეს არის შიმშილის თამაშების იდეის საფუძველი და ასევე ის, რასაც აქ ხედავთ. ამ ადამიანებს არ მოსწონთ ის ფაქტი, რომ ისინი უმნიშვნელოები გახდნენ, იმიტომ რომ გაიმარჯვეს. ეხლა ისინი ცდილობენ დაამტკიცონ, რომ არ გაუმარჯვიათ და ქმნიან ახალ მტერს. და ყველა ამით ზიანდება. მაგრამ მადლობა ღმერთს ბენ შაპიროსნაირი ადამიანებისთვის, Daily Wire-ისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ამბობს, ხედავთ იდიოტებო, ფსიქოპატებო, ჩვენ ყველაფერი ვიცით, ეს ჩვენთვის არ მუშაობს. როგორც უნდა დავარქვათ, გაღვიძებული მარჯვენა, ახალი მარცხენა, იდიოტები, სათესლეების მოყვარულები, დემონებით შეპყრობილი, მანიური, ანორექსიული წამყვანები. მართლა არ ვიცი რა war of it ტერმინს მოიფიქრებდით, რომ ეს ჯგუფი ერთში გააერთიანოთ, მაგრამ რაც არ უნდა დაარქვათ, ზუსტად ეგენი არიან. და Ben Shapiro, Daily Wire და ყველა კონსერვატორი, ვინც რეალურად დამოუკიდებლად ფიქრობს და მყარად დგას თავის ღირებულებებზე, ვისაც არანაირი სკანდალი არ ქონია. მათ არ ქონიათ სერიოზული სკანდალები, ისინი არ იტყუებიან. მათზე არ გამოდის დოქტორ ქალსონის ვიდეოები, სადაც ისინი ქალებზე ცუდს ამბობენ ან თითქოს ტრანს ადამიანებს უყვართ. არაფერი მსგავსი არ აქვთ. ისინი უბრალოდ სუფთა ადამიანები არიან, იმიტომ რომ მართლა სუფთა ხალხია და სინამდვილეში კარგისთვის იბრძვიან. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ასე რომ უყურეთ Ben Shapiro-ს დანარჩენ ვიდეოსაც. ის X-ია, ასევე ხელმისაწვდომია YouTube-ზე. ის ბრწყინვალეა. მოდი აუმაყოთ მისი მაჩვენებლები. რატომაც არა, ისინი ამას ყველაფერზე მეტად იმსახურებენ. და როგორც ყოველთვის, მადლობა რომ ამ საკითხს ყურადღება მიაქციეთ.